ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, ჩვენ ისევ ბედნიერი სახლიდან მოგესალმებით. მე მგონი არ გჭირდებათ იმის ახსნა და არ გჭირდებათ პატარა ექსკურსია, თუნდაც ვერბალური, რომ იცოდეთ ამ სახლში რა ხდება, ამ სახლში რამდენიმე ოთახია, რამდენიმე არა, ბევრი ოთახია, რომელსაც კონკრეტული ავტორი ყავს, კომპანიები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს, გაარემონტეს და დღეს იმ ოთახებში აქტიურად ზოგან სწავლება მიმდინარეობს, ზოგან ლოცულობენ, ზოგან კი საგრიმეოროა. სწორედ ასეთი ოთახის გამკეთებელი, მოდი ასე ვთქვათ, არის გიორგი ხაჩიძე, კომპანია GT Surveys დამფუძნებელი და ფონდის მეგობარი ცხადია. სალამი და მადლობა. მოგესალმებით. იმისთვის, რასაც აკეთებთ და რაც გააკეთეთ ამ სახლისთვის. უღრმესი მადლობა, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელს. ჩემთვის ძალიან ესეთი საინტერესო ისტორიებით ახსოვსია, მოკლედ, დედათინათინის გაცნობა, ამ კარგ ამბავში და საინტერესო ამბავში შემოსვლა და ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ბავშვებს ეხება, მათ სიხარულს, მათ გვერდში დგომას ეხება, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ძალიან საამაყოა. ჩვენ სანამ საუბრობდით, მანამდე გამახსენდა პირველი ამბავი, საიდან დაიწყო? ხო, საინტერესოა. ამ ბედნიერ სახლთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ეს იყო სურამში ვიყავით, ჩემი მეუღლე მაშინ ფეხძიმეთ იყო, ერთად წავედით დასასვენებლად და მახსენდება ესეთი რაღაცა, უცბად შემოდის ესეთი აზრი, რომ მანამდე დედათინათის ტელევიზიიდან ვიცნობდი მისი ამბავი და მისი მამა ანდრიას შესახებ, ვიცოდი რაღაცა მოკლე ინფორმაციები და რაღაცნაირად შინაგანად აი ესეთი შემოდის ხმა, რომ აი ძალიან მინდა რომ ბერიანდრიას ფონდს დავეხმარო რა, აი უცბად, უნდა გადმოვიდეთ, გადმოვალაგოთ როგორც ხდება. უნდა დავბინავდეთ და აი ნეტარითი შემიძლია რომ დავეხმარო. აი ეს იყო რაღაცა ესეც შინაგანი ხმა, რაც რაღაცნაირად აი სიხარულით რომ მიიღებ აი ამ ხმას და წავედით, დავბინავდით მე და ჩემი მეუღლე და დაახლოებით 15-20 წუთია მირეკავს ჩემი მეგობარი არქიტექტორი ესეო დედათინათისო შენ დახმარება უნდაო და მინდაო რომ მოკლედ რაღაც შენებლობის ამბავიაო და რაღაც ესეთ საინტერესო პროექტს აკეთებსო ბავშვებისთვისო და აი როგორი შეგრძნება იყო იცი რომ აი სიხარულისგან არ ვიცოდი და თან ყველაზე მეტი სიხარული ის იყო რომ დედათინათინი თვითონ დაგირეკავს რა მხარი მეთქი აი ძალიან დიდი ბედნიერებაა ძალიან დიდი სიხარულია იმიტომ რომ აი ეს რაც არ უნდა იყოს ადამიანის თითოეული შრომა თითოეულს რასაც აკეთებს ის ღვაწლი და ის ასე ვთქვათ ესეთი კარგი საქმეებში მონაწილეობა აი კიდე ძალიან დიდი მნიშვნელოვანია და სხვა мотиваცია იმისთვის რომ ესეთი კარგი საქმეები აკეთოს და გვერდში დაუდგეს არა მარტო მე არამედ ყველას უსურვებ რომ აი ესეთ კარგ საქმეს და მნიშვნელოვან საქმეს გვერდში დაუდგეს და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიხარული თითქოს აი მომზადებული ვიყავი რომ ეს რაღაცა უნდა მოხდარიყო და ეს ყველაფერი დაალაგდა ძალიან სწრაფად მე და დედათინათინი მირეკავს დაახლოებით 1 საათში ესე გიორგი ესე და კი ყველაფერი აქავართ მაგის მეც არაფერს არ ვაკეთებთ და დიდი სიამოვნებით გვერდში დაგიდგებით ჩვენთვის ძალიან საყვარელი ადამიანი მშენებელი ქაბად მილენა ხარბედია მოკლედ ისიც იყო ჩართული მოკლედ მასთანაც კონტაქტი მქონდა პროექტი გადმოაგზავნეს დავამუშავეთ და ერთადერთი გული რაზეც წდებოდა ის იყო რომ მე სურამში ვიყავი და ფიზიკურად აქ არ ვიყავი თუმცა ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ბრიგადა აქ იყო დავალება მივეცით მოამზადეს პროექტი ყველაფერი რაც საჭირო იყო და მოვედით აი პირველივე ჩვენი საქმიანობას და ზოგადად გეოდეზია ესეთ საინტერესო სპეციალობაა უძველესი ნამდვილად და ნებისმიერი პროცესი და იდეა და ნებისმიერი ინფრასტრუქტურული ტიპის ობიექტების გაკეთებისთვის აუცილებელია პირველი გეოდეზისტი გადის ანუ ჟანგბადივით საჭირო აუცილებლად და მერე გეოდეზია იწყებს თითოეულ წერტილს სად უნდა იყოს კოლონა როგორ უნდა იყოს რა სიმაღლის უნდა იყოს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა არქიტექტურული ნახაზისა და კონსტრუქციული ნახაზის საფუძველს და ჩვენი ეს პირველი წერტილები მოკლედ დავსვით ამ ბედნიერ სახლისთვის და რაღაცა მე დაიწყო ეს რაღაცა პროცესი ძალიან დიდი სიხარული ამ საქმიანობისთვის და მე დედათინათის შევხვდით ბოლო შედგა თქვენი შეხვედრა გუდვიში შევხვდით იქაც ვთხარი რაღაც მინდა რომ რაღაც დაგესწავლა რაღაც და კი რაზე ლაპარაკი და მე უშუალოდ რო კარგად ვიცნობ როდესაც უკვე მამა ნაზარი გავიცანი ის სამრევლოში ასე რომ თქვა შევედი
და რაცა დავმეგობრდით ჩემი მოძღვარი გახდა და მოკლედ უფრო კარგად გამაცნო უკვე დედათინათინი მისი ეს ყველა საქმეები და დადგა საკითხი ისე რომ მეც შევსულიყავი ამ ძალიან მაგარ საქმეში რასაც ქვია გვერდში დგომა უკვე უშუალოდ გარემონტება ბავშვებისთვის ოთახების და ჩემთვის როგორი რაღაც იყო იცი ძალიან დიდი რაღაცა ხდებოდა რა ძალიან ისეთი საინტერესო რაღაც ხდებოდა და ნენელა ვაცნობიერებდი და მთლად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი მახსოვს იყო ერთი ოთახი მე ის ოთახი მე შეიცვალა და მე მამამ მითხრა რომ ახლა ძალიან მიყვარს ხელოვნება, მუსიკა, თეატრი და ასე შემდეგ, კინო და ასე შემდეგ და შენო მუსიკა და ხელოვნება რო გიყვარსო, ახლა ძალიან საინტერესო ოთახი მოვნახე თქვენთვისო და ეს არის საგრიმირო მერგო, ჩვენ კომპანია საგრიმირო და მოკლედ რა ისე დავიწყეთ მამა ანაზარიჩის დიზაინში და ყველაფერში მომეხმარა რა როგორ რანაირად ჯობდა და მოკლედ რაღაცა ბავშვებს ერთ-ერთი საინტერესო ცნება აუსრულდა ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება და რა თქმა უნდა პროცესში ჩართული ვართ და კიდე რაღაცები გვინდა რომ გავაკეთოთ. დედამ ახლა საინტერესო რაღაცა მითხრა და ჩვენ მივეხმარებთ მაგას. ახალი იდეა ვირტუალური ასე ვთქვათ ტური ჩვენი ბედნიერი სახლისთვის, სადაც შესაძლებელია რომ 360 გრადუსით დავათვალიეროთ კომპიუტერით, ტელეფონით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კამერა გაჩნდება, რომელიც გვაჩვენებს ყველაფერს. ხო, შეხო ამბობ ამ კედელს მიღმა, იმ კედელს მიღმა, დაბლა ხო და აი ვისაც სურვილი გაუჩნდება, დაათვალიეროს ყველა შეიძლება ვერ მოვიდეს, სანამ მოვა, დაათვალიეროს შევიდეს ოთახებში და თან პარალელურად შეიძლება მოკლედ სხვადასხვა თუმცა მე მაინც ყველას თავაზობ რომ თავად ფიზიკურად მოვიდენ ჯობი არ არის ეს ახლა უსაშველოდ ჩორს პატარა ქალაქია თბილისი და თქვენი თვალით რა თქმა უნდა სავსეები წახვალთ აქედან მართლა გეუბნებით არა მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა გიორგის იმიტომ რომ იმდენად მეიმედება აი ეს ისტორია მე არ ვიცოდი დღეს მოყვა და ძალიან გამიხარდა და გამახსენდა ჯერ მამა ანდრიას სიტყვები რომ ნუ გეშინია მისულ შენ გვერდში ვიქნები და აი ვიგრძენი დღესაც აი ეს ძალა მამა ანდრიასი იმიტომ რომ ეხა ადამიანი ამაზე ფიქრობდა და რამოდენიმე წუთში არ ვიცი ძალიან სპონტანურად მოხდა აი უცხოდ ანუ ყველა არაფერი არ ხდება სამყაროში ეს სახლიც ესე არის რა ბევრი რამე ხდება ისეთი რომ იგრძნობ რა შეიგრძნობ აი ამ ღმერთის არსებობას და სასწაულებს ხო აი იმდენად რაღაცა ხილული ხდება და ხელშესახები რომ აი ვერ გეტყვით აი როგორც წერია ბიბლიაში ხო თვალები აქვთ და ვერ ხედავენ ყურები და არ ესმით აი თუ გინდა ქეც დაინახავ და ქეც გაიგებ აი ისეთი რაღაცები 100%-ით გეთანხმებით 100%-ით და ძალიან რა თქმა უნდა მესია მომნა ეგ ისტორია არ ვიცოდი და ძალიან დიდი მადლობა აქაც ისე ვიგრძელი მამა ანდრიას ძალა და ის შეპირება რომ მე შენს გვერდში ვიქნები ნუ გეშინია და მადლობა რატო გიორგის იმიტომ რომ როგორც შენზე ვამბობ სულ და არასოდეს არ დავიხლები ჩვენი ეს გადაცემა რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯები და წარმატებები შენი დამსახურება არის ასევე გიორგიც მეიმედება და ზუსტად ვიცი რომ რასაც ვეტყვი დავურეკავ ვთხოვ წამებში ყველაფერს გამიკეთებს და როგორ იცით მე ვგრძნობ რომ მას ეს უხარია რომ აი ამ დიდ სიკეთეში ღებულობს მონაწილეობას ანუ ეს არის ყველაზე მთავარი რომ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ და ერთად ვაკეთებთ რაღაცა ძალიან დიდ საქმეს და ამისათვის უდიდესი მადლობა და ეს იდეაც ახლა ჩემი გუნდის წევრებს გაუჩნდათ და საბა ჩვენ ვიყავით გამოფენაზე მოსულები და საბა მითხრა რომ დედა ეს რომ გაგვიკეთოსო რა მაგარი იქნებაო ხო ძალიან მე ვთხარი მოიცადე ვეტყვი მეთქი და დღეს აი ესე ვთხოვე და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის გიორგი ამისთვის არის მზად და არ არის პატარა საქმე ძალიან შრომატევადი და ძალიან ძვირადღირებული ის არის ფინანსურადაც რომ განვიხილოთ მაგრამ ძალიან გაგვიხარდება რომ გვექნება იმიტომ რომ აი ამ საიტზე რომ დავდებთ ჩვენ საიტზე კი თბილისელები და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რომ მოვიდნენ და ნახონ მაგრამ რაღაც იმ უცხოელებისთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო დედამიწის ნებისმიერ წერტილიდან შეუძლიათ რომ დაათვალიერონ და რაღაც უფრო სრული გაუჩნდეთ ჩამოსვლის და თავისი თვალის ნახვა ძალიან რთულია ახმა ამ სახლის ბედნიერი სახლი ქვია თუმცა აქ ბევრად უფრო კინოულად მიდის ბევრი პროცესი ვიდრე ჩვენ გონია და მაგრამ
თქვენი დამსახურებით მართლა გეუბნები ეს სიმძიმე აქ არ იგრძნობა და მე მინდა რომ ეს ყველამ ნახოს მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი სივრცე არის გვერდზე ისევ ამ კედლის მიღმა სადაც ლონდონის ქუჩაა მოწყობილი და იქ ერთი სტენდი არის სადაც ღრუბლები და ღრუბლებზე დაწერილი სახელები ეს არის ანგელოზები რომლებიც იყვნენ აქ და წავიდნენ მამაად აი ამ ყველაფრის მიუხედავად ამ სახში სიმშვიდეა, ამ სახში სიყვარულია და ამ სახში არ არის პანიკა, შიში და არაფერი მაგდაგვარი. ხო ასეა? დიახ, ნამდვილად ესეა. და თუნდაც აი ეს სივრცეც და ეს გარემოებას თქვა ეს ხელოვნებისადმი ბავშვები ემზადებიან, დღეს იკეთებენ, მღერიან და თქვა ლექს კითხულობენ და არის ხშირად ეს ჩართულობა, ეს პროცესები და ძალიან საინტერესოა და ანუ ფაქტობრივად ეს იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად ჩართულები არიან, აი დედათინათინის რა თქმა უნდა ეს გვერდში დგომით ესეთი საინტერესო იდეებით, რომ აი ყველა ჩართული ყავს, ყველა რაღაცა პროცესში ძალიან საინტერესო იდეები აქვს კიდე რომ მშობლებით ჩართას და აი თუნდაც ეს საკონფერენციო დარბაზი ძალიან საინტერესოა, რომ ვისაც სრული აქვს, რომ ჩაერთონ ავტომატურად ხდებიან ბავშვების გვერდში მდგომი ადამიანები, ვინც მიიღებენ მონაწილეობას და ეს ძალიან კარგი რაღაცა არის და აი ეს ყველაფერს რა თქმა უნდა ის იდეა ჭირდება, ის რაღაცა კრეატიულობა ჭირდება, ის ძალა და ენერგია ჭირდება და სიყვარული ჭირდება და ძალიან დიდი სიყვარული რა თქმა უნდა, რასაც დედათინითი აკეთებს და აი ბავშვები უკვე უფრო სხვანაირად გრძნობენ თავს და ძალიან ბედნიერები არიან, თუნდაც აი სარკეში რო იყურებიან და ეს პროცესი რომ მიდის და მინდა ეხლა გავულამაზოთ სხვადასხვა მსახიობები რო ამობეჭდოთ და უფრო დავალამაზოთ კი აფიშები, ფოტოსურათები როგორც ნამდვილად რო გაიმზადოთ როგორც ქართველი მსახიობები ისევე უცხოელი მსახიობები თან მამა ნაზარმაც მითხარ აი შენ კიდე ვინ გიყვარს და რაღაც მე კიდე ჩემი ერთი ორი ჩემი არის იქნება კი ბატონო ყველამ დავკიდოთ თვითონ ჩვენი საყვარელი ალბომი და აი ჩემს კიდე რა არის ძირფასი იცით რომ ადამიანმა დავუშვათ და კომპანიამ გააკეთა ხო ამ შემთხვევაში გიორგი დამფუძნებელი არის თავის კომპანიის და ის რომ ამ სახლის მშენებლობაში პირველი გაყვალვიდან და დღემდე რო ჩემს გვერდში არის შეიძლება ხა გაეკეთებია ეს ოთახი და დამთავრდა ხო იქ გააკეთა თავის სიკეთე და დამთავრდა ეგ რო არ მთავრდება და სულ ჩვენი გუნდის წევრი არის ესე ვიტყვი ბაუფას ხო ამისთვის უზომო ანუ არქიტექტორი დუდანა რომელიც დადუნა ხო დადუნა ბოდიში სრულიად შემთხვევით მოხდა ხო თქვენი გადაკვეთაც და ისიც დაბადების დღის აღსანიშნავად თავის დაბადების დღეს აღნიშნა რომ მოვიდა ჩემ ბავშვებთან მოიტანა ეს არ გააკეთა სუფრა თავის მეგობრებთან თქვა რომ აი წელს არც გავაკეთებ წავალ ბავშვებთან და აი დადუნა მოვიდა ის ასე და მითხარ რომ მე ვარ ხო არქიტექტორი და შემიძლია რომ დაგეხმაროთ და იქიდან დღემდე დადუნა მიმართულებით ის არის მილენა იყო ჩვენი სტუმარი მშენებელი და მანაც ერთი ოთახი გააკეთა არა მარტო ბევრი ოთახებია კიდე ვიდრე მაგრამ აი გიორგი რო ამბობს გიორგის უნდა გაეკეთებია ერთ-ერთი საძინებელი მაგრამ ისე მოხდა რომ მე სხვა ადამიანებმა გააკეთეს და მე ვეუბნებოდი მე გიორგის აი უფრო მნიშვნელოვანი ოთახი შეხვდა შენ თქო რაღაც უფრო ახლოს იყო შევთან და რაღაც უფრო მეტად კი და თან კიდე აი ტყუილად არაფერი არ ხდება თან სტუმრებიც რომ მოდიან ყველა შედის იმ ოთახში და ხედავს იმიტომ საძინებლებში ეხა ყველა სტუმარი ვერ შეყავს მით უმეტეს როდესაც ოთახი დაკავებულია და ეს ოთახი ყველასთვის საჭირო არის როდესაც გვაქვს კონფერენციები იქ ემზადებიან და ჩვენი აი ერთგვარი კულისები არის საგრინიო რომ აი რო გავდივართ ხო და იქ ემზადებიან ჩემი ბავშვები როდესაც თამაშობენ სცენაზე და ბატონი ზაზა ახალზე იყო ჩვენი უკვე სტუმარი ბატონი ზაზა აი სწორედ იქ ხდება ეს ჯადოსნური რაღაცები და გარდასახვები და თან ეს აფიშები ძალიან მოეწონება და მე კიდე მინდა დავამატო დედაო რომ ჩვენი ცხოვრება და ზოგადად ეს სიკეთეც და ზოგადად ეს ნებისმიერ ნაბიჯი რაღაცა პროცესი არის ცხოვრების და რაღაცა განვითარებისკენ, რაღაცა მიმართულებისკენ და თან ძალიან მნიშვნელოვანი ის მომენტია, რომ აი ბავშვების შეიძლება უმეტესობამ გადაწყვიტოს აი თუნდაც აი ამ პატარა
წერტილი და პატარა ნაბიჯიდან ის იმდენად მოეწონოს ეს სამსახიობო პროცესი, უამრავი ადამიანი მიდის მოდის და ერთ დღესაც გახდნენ ძალიან დიდი პროფესიონალი ადამიანები და ამ სიტუაციაში და ამ გარემოებაში რომ აი მოინდობებენ და გადადგებენ ნაბიჯს და გადაწყვეტენ ამ განაგრძონ ხო იქაც ჯიტისაროი და ჩვენი გუნდი დაიხმარება და გესწრებთ ამ სამომავლო გეგმებში პირდაპირ გაჩნდა გაცდა არა თემუკა დანაიკო ჩვენი კი ბავშვი და მშობელი იყო ჩვენი გადაცემის მონაწილეები სტუმრები და აი თემუკას იმდენად მოეწონა რომ გადაწყვიტა და დადის ახლა და უნდა აი მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს და აი ნახოთ თემუკა სადაც დავჭირდები ყველაფერი კარგად არის ყველაფერი კარგად არის თემუკა შენ მოინდომე აი ნახე გიორგი და ჩვენც აქ ვართ რომ აქ საქმეში მიმართულება მივცეთ რა თქმა უნდა დიდი ტელევიზიაში ფსიქოლოგი ყავდა ბავშვთა და ამბობდა რომ ბავშვს სამი რამ უნდა ყველაზე მეტად უსაფრთხოების განცდა რაც აქ 100%-ით არის მეორე მოძრაობა იმიტომ რომ ეს აუცილებლად სჭირდება და ამისთვის თქვენი ოთახიდან რომ დავიწყო და გავაგზავნოთ სულ მოძრაობა და მესამე სიყვარული და სიყვარულისზე მეტი აქ მგონი არაფერი არ არის ეგატრიალებს ამ ყველაფერს ერთად დება უფალს კი მართლა რა კარგი რამე არის ჩვენი გადაცემა დღეს ახლა უცებ როგორი რა კაი რამე გავაკეთეთ კი ძალიან კარგი თქვენს მოგმართავთ ვინც ახლა გვიყურებთ თქვენს გაქვთ შანსი რომ თქვენც იყოთ ასეთი ბედნიერები როგორც ჩვენ ვართ ჩვენ გვაბედნიერებს ის რომ რაღაცას ვაკეთებთ იმისთვის რომ აქაური ცხოვრების ხარისხი იყოს ბევრად კარგი და ლაღი ხო ესეა კი ნამდვილად ესე არის მე წარმატებებს უსურვებ თქვენს კომპანიას მართლა ყველას შემიძლია რომ თქვა საუკეთესო კომპანია არის თავიანთი მაგრამ ისეთი ტექნოლოგიები აქვთ და ისეთი ის რომ ფიქრობ არც ერთ წერტილში და არაფრისზე უარს თქმა არ გიწევთ ყველაფერი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რაც არის მნიშვნელოვანი რაც არ უნდა დიდი ტერიტორია იყოს რაც არ და ნებისმიერ რთული ტერიტორია იყოს. მადლობა ღმერთს აი ამ ტექნოლოგიისადმი პატივისცემით, შრომით და სწავლით შევქმნით ის გარემო და ის ჯგუფი, რომ შეგვიძლია ძალიან დიდი ტერიტორიები, ძალიან რთული გადაწყვეტილებებში შევიდეთ და საინტერესო, ასე ვთქვათ, გეოდეზიური სამუშაოები ჩავატაროთ, რის საფუძველზეც უკვე მნიშვნელოვანია მე მასზე, რა შენ რო საფუძველზევე სორტ და კარგ მაღალი ხარისხის გეგმას არ უკავშირებენ, უკვე შესაბამისი დაპროექტებულ ის გზა იქნება, გვირაბი იქნება, შენობა ნაგებობები, უკვე სწორად წავა ყველაფერი და ზუსტად წავა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი რეკომენდაცია 100%. ჩვენიც გეოდეზია თუ დაგჭირდეთ, იცნობდეთ გიორგი ხაჩიძე, რომელიც პროფესიონალია თავის საქმის და ეს სახლიც რომ ყარი და კარგია, ესეც ძალიან მიხარია. ერთ-ერთი მისი დამსახურებარი და მისი გუნდის და ძალიან გამიხარდება კიდევ უფრო მეტი. აი ესეთი კარგი ადამიანების, კარგი კომპანიების განვითარება ძალიან მიხარია. იმიტომ რომ მათ არასოდეს არ ავიწყდებათ ისინი, ვისაც სჭირდება დახმარება და მათი გვერდში დგომა. ამიტომ არა მარტო იმიტომ რომ პროფესიონალები არიან, ამიტომ რომ კიდევ კარგი ადამიანები არიან. ჩვენ აი ასეთ ლამას კარგ ბედნიერ ნოტზე გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე ნახვამდის. ყოველ 4 შაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხედი.